რაც არის გარემო დაგხვდა მე დაბაშის ქუჩაზე ხედავთ მეგობრებო და ამინდიც არაჩვეულებრივი დაგვემთხვა. დაახლოებით 10 წლის წინ ამ ადამიანმა თავისი წვლილი შეიტანა ჩემს პიროვნულ ტრანსფორმაციულ პროცესებში. ნახე მისი პირველი ვიდეო, ლექცია, ასე ვთქვათ, YouTube-ზე, რომელმაც ეს რაღაც ჩამithრია ემოციურად, ვუყურე თავიდან ბოლომდე მოვუსმინე, მაგრამ აი პირველი შეგრძნება რაც მქონდა, ეს იყო მიუღებლობა, აი საშინელი მიუღებლობა. რეალურად ყველაფერი, ყველანაირი განვითარების გზის პირველი მანიშნებელი სიგნალი არის სწორედ მიუღებლობა და თუ რატომ ამ ყველაფერზე უკვე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. აი, შენი ყავაც მოიტანეს. ჩემი ყავაც მოიტანეს. უღრმესი მადლობა. ფსიქოლოგი მამარდაშვილის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ნონა ხიდეშელი იქნება დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი. წავედით. ზოგადად სტუმართან შეხვედრის იდეალური ადგილი ამ ქალაქში არის ევროპის მოედანი. აი ამ საათთან. ცოტა ხანი მაინც ვივლი მე უკან სვლით და რაღაცნაირად დავაბალანსებ თქვენ. ნელა. აბა სად არის ჩვენი სტუმარი? აბა დავურეკოთ. აგერ არის. სალამი. შაქრიანი ყავა. ეხა ბიჭებს ვუყვებოდი, რომ დაახლოებით ესე 10 წლის წინ, როცა რაღაცა რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებისეული, ეს შემთხვევით შევდივარ Facebook-ზე და ჩემს ერთ-ერთ მეგობარს გაზიარებული აქვს YouTube ლინკი Facebook-ზე და სათაური აქვს აი ამ ლინკს ასეთი სიცარიელე და წყდიათი. და პირველი რა განცდაც და მეუფლა ეს იყო რაღაცა კატეგორიული მიუღებლობა. ნონა ხსნიდა, როცა აღმოაჩენ, რომ არავინ და არაფერი არ ხარ და როცა ჩამოგეცლება შენი სახელი, გვარი, ყველანაირი იდენტობა, ეროვნება, რელიგიური მწამსი, სხეული, ყველაფერი და რჩები რაღაც არაფერში. მე ხსნიდი იმას, რომ უნდა გაჩერდე იმ არაფერში და როგორც წესი ადამიანები არ ჩერდები. ვერ ჩერდები. და რატო ვერ ჩერდები? იცი რა არის? აი ლექციებში, რასაც მე ვსაუბრობ, ეს არის აი კატეგორიულად ვიტყვი, მხოლოდ გამოცდილების შედეგი. ანუ წიგნებიდან ეგ არ მოდის. მას შესაძამე, როგორც შენ ამბობ, რომ 10 წლის წინ ძალიან მიჭირდა და რაღაცა ვიპოვე, პრაქტიკულად მაგ მდგომარეობით შესაძლებელია მანდ მისვლა. აი მდგომარეობა, რასაც ახლა შენ ამბობ, როგორ მიდიხარ? ანუ ჯერ უნდა გიჭირდეს ძალიან. ანუ შენ გიჭირდა ძალიან და ლექციამდე მიხვედი, თორე 100 წელი რატო მოусმენდი? ჯერ უნდა გიჭირდეს ძალიან, იმდენად ძალიან და ისეთი მიუღებლობა და გაუცხოება უნდა გქონდეს, რომ იწყებ ძიებას, ხო? ესე შეიქმნა, ხო, რელიგიები თუ სულიერი სწავლებები თუ აღმოსავლეთში, დასავლეთში. ამას ქმნიდნენ ყოველთვის ადამიანები თავისი გამოცდილებებით და მილიონობით უბრალოდ ამას აკოპირებდა ან ქმნიდა ორგანიზებულ რაღაც დისციპლინებს და სწავლებებს. აი, როდესაც იწყებ ძიებას და ხვდები, რომ შენ ძალიან მარტივად უბრალოდ ხარ ცუდად. აი, რას ნიშნავს ცუდად ყოფნა? აი, მაგალითად იღვიძებ, დილით ვდგები, ძიმედ ხარ. აი, კონკრეტულ მიზეზს იმ მომენტში ვერ პოულობ, ხვდები? იმიტომ რომ ჩვენ, როდესაც გამოუცდელია ცნობიერება, ის მიზეზებს ეძებს ყოველთვის ფაქტებში. ფიქრობს, რომ აი, იქ თითქოს არ არის პრობლემა, აქ არ არის პრობლემა. აი, უბრალოდ ცუდად ხარ, გეცვლება ხასიათი. რაღაცები გინდა იღებ, მე ხვდები, რომ აღარ გინდა, მე ხვდები, რომ ინტერესს კარგავ ამ ყველაფრის. რაღაცებს გეგმავ არ გამოდის, მე ფიქრობ, რომ რაღაც სხვა კანონზომიერება თამაშობს. მე შენი სურვილები გისრულდება და მე ფიქრობ, რომ ამისგან ხარ ცუდად, რომ აგისრულდა. ან საერთოდ სხვა მიმართულებით მიდიოდი და სულ სხვა მიმართულებით წაგიყვანა ცხოვრება. და მე იწყებ ფიქრს, რომ ხვდები, რომ რაღაცა პრობლემა არის თვითონ შენს გონებაში. ანუ ეს ფიქრები, რომელიც ურთიერთ გამომრიცხავი. ხასიათს მიცვლი და სრულიად აი ამ აზრების ნაკადი. გარედან შემოსული რაღაცა მუდმივი გაუთავებელი აზრები. თავიდან გონია, რომ ეს არის განპირობებული და რაღაცა დათრიგერებული, რაღაცა გარე ვიღაცის ბრალია, რაღაცის ოჯახის წევრის სამსახურის ინსტიტუტის შეყვარებულის რამიშველობა. მე ხვდები, რომ ეს ხალხი არ არის შენს ცხოვრებაში, რაღაცა ესე ადამიანებს რო აქვს ტყეში გაქცევის მომენტი, შეერჩები მარტო
და ხვდები რომ იგივე გრძელდება. ანუ არავინ არ ატრიგერებს ამას, მაგრამ შენში ეს არის ეს პრობლემა. ხა ვერ ვიტყვი რომ აქ აღმოსავლეთმერული არ ითამაშე, იმიტომ რომ მიმართულება მომცა, მაგრამ რომ საერთოდ დამეწყო ფიქრი მაგაზე. ფსიქოლოგია ესეთი სიღრმე არა აქვს სამწუხარო, რაც აქ ამ აღმოსავლურ სწავლებას. კრიშნამურტი გიყვარს შენთან, ვიცი და კრიშნამურტი არის ითამაშა ადამიანი, რომელმაც თავისი როლი ხო შენ ცხოვრებაში და სხვათა შორის სწორედ შენი ლექციების შემდეგ დავინტერესდი მეც კრიშნამურტის თეორიებით და ზოგადად აღმოსავლური ფილოსოფიით ასე. კრიშნამურტი პირველად 27 წლის ასაკში წავიკითხე და გულწრფელად გითხრა ვერაფერი ვერ გავიგე. საერთოდ ვერ მივხვდი ტიპს რა უნდოდა და გადავდე. ყველაფერს თავისი დრო დამჭირდა მაგისთვის, მაგრამ მე გეტყვი ერთ რამეს ჩემზე. მე ვიყავი ძალიან ესეთი სიცოცხლის მოყვარული ბავშვი, ხასიათით, ძალით, გონებით. ანუ ისეთი ფაქტორები არ მქონია, რომ ყოფილიყავი ცუდად. უბრალოდ თინეიჯერობის მერე აი ეს რაღაც ჩემში დაიწყო, აი ეს სიმძიმე. ამდენ ხანს გაგრძელდა ნონა? 18 წლის ვიყავი, მახსოვს რომ პირველად რელიგიური წიგნების კითხვა დავიწყე, მე რო 18-ის ვიყავი, ეს 90-იანი წლებია, არაფერი არ არის, ხვდები, არავინ არ არის. დრო ვინმე რამე გასწავლოს. საერთოდ წიგნებიც კი არ იყო თარგმნილი რეალურად ესეთი სერიოზული ავტორების. ყველაფერი იყო ძალიან ზედაპირულ დონეზე და ამიტომ ძიება დამჭირდა სრულიად მარტო. ხო, რა თქმა უნდა, იყო ცხოვრება ამის პარალელურად, ძალიან ისეთი, ძალიან ხმაურიანი და ენერგიული ცხოვრება მქონდა, მაგრამ ყველაფერი იყო ტყუილი რა. ყველაფერი იყო გართობა, თავის მოტყუება, ილუზია, მე ამას გრძნობდი, იმიტომ რომ როგორც კი ვრჩებოდი მარტო, ხვდებოდი რომ ეს სიმძიმე არსად არ მიდიოდა და მე არ ვიცი 27 წლის ასაკში უკვე კრიშნამურტი წავიკითხე, მაგრამ ვერ გავიგე, მაგრამ უკვე დავიწყე სხვადასხვა, აი ჯერ ვივეკანანდა წავიკითხე, მე რამაკრიშნა, ოშო რაღაცეები და მე მოკლედ მე მოვიდა ნელა და განაცდა. აი რა ხდება ამ წყდიაჩი და ტოტალურ სიცარიელეში და რატომ უნდა გაჩერდე მანდ? მოდი გეტყვი რატო ვერ ჩერდება შენ წეღან ეს კითხვა დასვი ვერ ჩერდება გონება. ეხლა რომ მივყვეთ ამას, ჯერ უნდა აღმოაჩინო ფიქრები საიდან მოდის. ფიქრები არაცნობიერიდან მოდის, პიროვნულ არაცნობიერს რასაც ვეძახით. ანუ იმის აღმოჩენა, რომ შენი ყოველი ფიქრი შედეგია შენი კულტურის, შენი იდენტობების, შენი აღზრდის, შენი განათლების, შენი რა ვიცი, ეზოსი, გუჩის, ოჯახური ტრადიციების, ხო? ყველაფრის რა, აი მოდა და რაც არის ავტორიტეტები. აი მე იწყებ იმაზე პირველად ფიქრს, რომ იქნება ეს ყველაფერი არის ტყუილი, იქნება ამ ადამიანებს ეშლებოდათ. და შესაბამისად ფიქრის გაჩერება არის უკვე ნონსენსი, ვეღარ აჩერებ. მე როგორ დავიწყე, იცი, დავიწყე დაკვირვება ყოველ წუთს, აი ემოცია რაზე მქონდა. ხა მე შეიძლება ვისაუბრო, რომ არ ვარ რელიგიური, არ მაქვს ნაციონალური იდენტობა, მაგრამ უცებ შეიძლება რაღაც ეროვნულმა მომენტმა გამომიყვანოს წყობიდან, ხო? რაზე ვფეთქდები, რაზე მაქვს მეუბნება, რაზე მაქვს რეაქცია. აი რაც მე მქონდა პირველად, როცა შენს ლექციას მოусმინე და ზუსტად მქონდა მიუღებლობა იმაზე, როცა იდენტობები ჩამომაცალე, ასე ვთქვით და ადამიანი ფიქრობს სრულიად გაფრთხნილი შიშველი უსხეულო არსი რაღაც. ადამიანი ფიქრობს, რომ იდენტობების გარეშე არის არაფერი, ხვდები? და სინამდვილეში აი ეს არაფერი შირჩები შენ. ეხაც არის ხალხი, რომელიც საერთოდ ვერ იგებს, რაზე ვსაუბრობ და წერს, რომ თუ არ მექნება იდენტობა, რელიგია, არაფერი, მაშინ ვინ ვარ? მე ვარ ცხოველი და რაღაც ესეთი, ხო? სტანდარტები. შენ როდესაც სტანდარტებით შედიხარ სამსახურში, მეგობრებში, ოჯახში, შეყვარებულთან, რა თქმა უნდა, იქ ყველაფერი ირევა. იმიტომ რომ იმას თავისი სტანდარტი აქვს, შენი სტანდარტი გაქვს და ფიქრობ, რომ ეს არის შენი ხასიათი, რაც შენ გინდა. და თუ ამას ვერ მოერგო მეორე ადამიანი, მაშინ რაც მინდა ესეთი ურთიერთობა და ეს შობს კონფლიქტებს. შეკითხვა უნდა დასვა, რომ ეს ჩემი სტანდარტები რეალურად მე ვარ? აი აქამდე არ მიდის ადამიანი, ხვდები, რომ ფიქრობს ადამიანი რა არის ეგო არის აი ეს ნაკრები შენი სტანდარტების. გონიერების პირველი საფეხური არის ის, რომ მიხვდე, რომ შენშია პრობლემა. შენს გონებაშია პრობლემა. ადამიანს ურჩევნია იყოს ნაწილი რაღაცა რელიგიის, იდეის, ჯგუფის, პოლიტიკური, სულ ერთია. ხო, იმიტომ რომ იქ დაცულია. იქ ხარ დაცული. ამიტომ არის, რომ ძალიან მცირე ადამიანი აღწევს განთავისუფლებას. სიმამაცე ეს არის ნაბიჯი წყდიაჩი რა შენ არ იცი უცნობში შედიხარ და შენ არ იცი იქ რა გელოდება
მაგრამ ის იცი რომ რაც გაქვს ეს მიუღებელია. აი ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი ტრიგერი. მე არ ვიცოდი სად შევდიოდი, მაგრამ რაც იყო იმისატანა არ შემეძლო. არ მიყვარს მე ადამიანების მოტყუება და ვერ ვეტყვი ახლა რაღაცა კოუჩივით რომ იცი რა აი გაიღვიძებ და პეპლები გაფრინდება ყველაფერი კარგად იქნება. ადგილობრივი ანესთეზია. ხო, არაფერი არ იქნება კარგად თუ შენი ცნობიერება არ არის მომწიფებული. თუ შენ მზად არ ხარ საკუთარ თავში დაიწყო ძიება და მზად არ ხარ შიშველი სიმართლე მიიღო. რა არის ეს შიშველი სიმართლე? აი შენი რეალობა. ჩვენ ხო გვაქვს იმეჯი, რომ მე ვარ ესეთი. ნუ კარგი, ძირითადად შემთხვევაში ეს არის ძალიან ესეთი პოზიტიური ნაკრები, ხო? და უცებ აღმოაჩენ, რომ სასტიკიც ხარ ცოტა, მოღალატეც ხარ, დაუნდობელიც ხარ, სადღაც მკვლელიც კი ხარ. ყველაფერი, ხო, აი ეს ყველაფერის მიღება. დავიწყე ჩემი ჩრდილის მიღება. ჩრდილი რა არის? ანუ რეპრესიული შენი ნეგატიური მხარე, ხო? და ეს რეპრესიული მხარე ასე კი რომ გემატება, გადადის არეცნობიერში და ბოლოს რატო ეწყებათ ადამიანებს ეს ფსიქოლოგიური პრობლემები? აი ეს რეპრესირებული ენერგია დესტრუქციული ხდება და გიტებს ხდები. აი ფსიქოლოგია ყველაზე მეტად დამეხმარა გამეგო სტრუქტურა ფსიქიკის, როგორც მაგალითად ეხა კარდიოლოგმა ისწავლა გულის აგებულება. აი ეს სტრუქტურა რო გავიგე, დავიწყე ფაქტების მიღება. ის კი არა რომ მე მომწონდა ფსიქიკა ესეთი ან არ მომწონდა. ეს არაფერ შუაში არ არის. მივხვდი რომ აი ხლა ეს არის მოცემულობა, ეხა არის მარტი ხდები. შენ მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს არის სამყარო და შენ აქ არაფერი არ შეგიძლია. ჩვენი გონებიდან აღქმულ ფაქტს აქვს ორი მხარე, ხო? ერთი რომ დავინახე მე სადაც მაშინ ჩემი ცნობიერება მხოლოდ იმისთვის იყო მზად რომ მე დამენახა რომ მე ვიყავი მართალი ყველაფერში, მე დავიწყე მთლიანი დანახვა ხდები და ეს არ არის მარტივი. თითოეული ხარო ეს საშინელებები გავიგე საკუთარ თავს ხდები, ეს არ არის მარტივი. ამიტომ არის ადამიანები რომ პროტესტში არიან და რასისულელეს ლაპარაკობ, აბა ჩემი ბრალი რა არის ესე ვერ უყვებიან. კარგად გახდენა, კარგად ვერ გახდები სანამ საშინელებებს არ გაიგებ საკუთარ თავზე და უეჭველი არსებობს ეს საშინელებები საკუთარ თავზე და შემდეგ ამას არ აღიარებ. ჩვენ გვზრდიან ისეთი მორალური კატეგორიით, რომ შენ კარგი გოგო უნდა იყო, და ფიქრობ, რომ თუ შენ გენგრევა კარგი გოგოს იმიჯი, ფეხქვეშ მიწა გეცლება. ეს ყველაფერი თითქოს აი ამ ილუზორულ მატრიცაში კარგია, მაგრამ ფსიქიკას სხვა რეალობა აქვს რა. მე უბრალოდ ავდექი და საერთოდ დავიკიდე ადამიანების აზრით ჩემზე, ხვდები გარემო როგორ აღმიქვავდა და მიღებამ რა მომიტანა ანიცი. აი ეს წყუდიადი ჩემში რომ ნახე, ავტომატურად ადამიანები დავინახე ამ წყუდიადით და გაქრა დაპირისპირება, გაქრა მიუღებლობა, უპატიებლობა, იმიტომ რომ მივხვდი რომ როგორც ჩემში ცხოვრობდა ეს ყველაფერი და მე მართავდა და მე ამას ვერ ვაკონტროლებდი, ასევე არიან ის ადამიანები, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან შეიზღუდა წრე საურთიერთო. ეს ძალიან კატეგორიულად შეიზღუდა ხო? ძალიან. როდესაც ცოტა ილუზიებში ხარ და დაბალ ცნობიერებაში ემოციებით ხარ სავსე და ფიქრობ რომ ეს არის სიყვარული, ემოციის გამოხატვა. მე ნახე გამოცდილება გაჩვენებს რომ ადამიანი თუ ქაოსშია, ერთხელ ესაუბრე, ორჯერ ესაუბრე, მაგრამ არ არის მიმღები. შენი საუბარი კონფლიქტამდე მიდის. ადამიანი რომელიც მუდმივად ქაოსშია გაგება აღარ არის, ურთიერთობა ხო გაგებაა. ეს ხო დიალოგია რა. მე და შენ ახლა ვსაუბრობთ ანი და ვუსმენთ. პროსტა კი არ ვსაუბრობთ, ვუსმენთ ხო ერთმანეთს. მე გისმენ შენ რა სიღრმეზეს ვავ შეკითხვას, შენ მისმენ მე საიდან ვსაუბრობ, ხო? ეს თუ არ არის ურთიერთობა როგორ უნდა შედგეს? ამ მდგომარეობაში სიძულვილი აღარც არის, ხვდები? აი ადამიანზე აღარ გაქვს ის რომ ვაიმე რა საშინელი ტიპია. უბრალოდ ხვდები რომ ქაოსშია, შენც იყავი იმ ქაოსში, ეხლა ის არის იმ ქაოსში, მაგრამ თქვენი ურთიერთობა ქაოს ვერ დაალაგებს, ჯობია დავიშალოთ. სიყვარული არც არსად არ წავა, მე უბრალოდ მივიღებ იმ ადამიანს ისეთად როგორიც არის. ნებისმიერ დროს დაეხმარები თუ შეძლებ, ნებისმიერ დროს გაუღიმებ თუ დაინახებ, მაგრამ ემოციური კავშირი აღარ მაქვს. ვიღაცა შეიძლება გაუჩნდეს ახლა კითხვა, რომ ადამიანი თავიდან ბოლომდე ადამიანის არსი არის ის ემოცია, რაც აქვს, ხო? მაშინ რობოტებად ხომ არ დავბადებულ ვართო, შესაძლოა ხო ესეთ კითხვაც გაუჩნდეს ვიღაცას. ყველანაირი ემოციისგან დაცლა რამდენად ადამიანად რა არის ემოციიანი რა. ჩვენს ფსიქიკაში არის ორი წამყვანი ფაქტორი, გონიერება და ემოცია. თუ ემოციაა წინ, გონიერება არის უკან.
თუ გონიერება არის წინ, ემოცია არის უკან. ემოცია არის იმპულსი, პირდაპირ ესეთი ფსიქოსომატური მოვლენა ნერვულ სისტემასთან მიბმული. გონიერება რა არის? წინ მოდის აბსოლუტურად დამკვირვებელი, იმპულსები აღარ აქვს, ის აკვირდება და მას შეუძლია სანამ ეს ემოცია რა არის, ფეთქდები ხო, მომენტალურად შემოგდის ხასიათის ცვლილება. გონიერებას ეგ არ ახასიათებს. გონიერება აკვირდება და იქ სადაც ყველა ხედავს თუნდაც კატასტროფას, ის იწყებს დაკვირვებას, რომ იქნება არ არის კატასტროფა, იქნება არის რაღაც მიზეზი. და სიყვარული ეს არის გონიერების მდგომარეობა და არა ემოციის. ემოციას საერთოდ არ შეუძლია სიყვარული. ეს არის ერთი აფეთქება, ჩაქრები და всё, მორჩა ყველაფერი. ემოციაზე დიდი მტერი ადამიანს არ ყავს. მაგალითად, ურთიერთობაში თუ ემოცია გძლებს, კონფლიქტია გარდაუვალი, მუდმივად ვერ აკონტროლებ ამ შენ იმპულსებს და შეიძლება უცებ გაგიჟდე და ადამიანს ატკინო, აწყენინო ისე რომ მე შენცინანო. გონიერება რა არის? გონიერება არის უსმენ ადამიანს და ესე შენს შიგნით ნერვულ სისტემას არ ხვდება. ანუ ეგოს აღარ ხვდება, ცენტრს აღარ ხვდება და ეხლა ამ ადამიანმა ჩემს მიმართ რომ რაიმე ნეგატიური თქვას, აი მე ამას პერსონალურ შეურაცხყოფად კი არ ვიღებ. ვიწყებ ფიქრს, რომ ეს ადამიანი რაღაც ტრაგედიიდან მოდის. იმ ქუჩაზე შესაძლოა რაღაცა ძალიან მძიმე და გამოყვა ეს, მაგრამ უბრალოდ იმპულსურია, ვერ ფლობს თავის გონებას, ვერ გააცნობიერა და პირველი მე შევრჩი ხა და მოვიდა და მომაყენა შეურაცხყოფ. მშვიდობა ვერ იქნება, სადაც არ იქნება გონიერება. პოლიტიკური აქტივობები რო ავიღოთ, აი ეროვნული მოძრაობიდან, ხო ეს რაღაცა ეგზალტაცია. გადამდებია იფსები, გონია რო ახამთებს გადადგავ და ვიღაცამ შეიძლება იარაღად გამოგიყენოს ამ დროს ხდები? შენ აბსოლუტურად ვერ მართავ შენ თავს. ემოცია რო გმართავს, ეს ნიშნავს რომ შენ დაკარგული ხარ. ემოციას უნდა კატეგორიულად რომ აი იმპულსი მოდის, არ მოეწონა და აი მაგალითად სასიყვარულო ურთიერთობებში ჩანს ყველაზე კარგად ხო? წამოვიდა ემოცია და ეჩხუბები რომ ესე რატო იქცევი, ისე რატო იქცევი და გონიერება და სიყვარული ეს არის შენ ხვდები რომ ეს ესეთი გიყვარ შენ. გონიერებმა ადამიანმა იცის რომ პრობლემები მასშიც ძალიან ბევრია. ემოციურ ადამიანს გონია რომ თვითონ არის სრულყოფილი და მხოლოდ სხვებშია პრობლემა. როგორ მივხვდენ მიყვარს თუ არა ეს ადამიანი ნამდვილად? მოდი ესე ვიტყვით რა. როგორ მივხვდეთ რომ საერთოდ გვიყვარს თუ არა ადამიანი? როგორ მივხვდეთ? ძალიან რთულია. პირველ რიგში უნდა დააკვირდე შენ თავს ურთიერთობაში, შეგიძლია თუ არა ადამიანის უპირობო მიღება თავისი შუქჭრდილებით. შეგიძლია მიღება ყველას ისეთი როგორიც არის. აი ამას თუ გაიგებ და გაიგებ არა, დაინახავ რომ შეგიძლია. მერე შესაძლოა უკვე ისაუბრო სიყვარულზე და აი ვიღაცა შეიძლება მიღება აერიოს გულგრილობაში. შეიძლება ეგ პარალელებიც. აი მიღება სხვა რა. გულგრილობას ნიშნავს თავისთავად, ხო ალბათ. აი ხო ვიცოდი, აი. ანუ კი, ეს რატო მისი არა? ცნობიერება, აი ახლა უყურე მისი ცნობიერება აქ იყურება. და შესაბამისად ტოვებ. მოდი გაიაროს ის გზა და დაინახოს, ხდები? ყველაზე კარგი ვარიანტი ეს მშობლების და შვილების ურთიერთობაზე, ხო? ჩვენ ყველა ვიყავით თინეიჯერები. მე ვიყავი ურთულესი ბავშვი. დედაჩემი სულ დისციპლინაში მსვავდა და სულ მეჩხუბებოდა. ცალსახად დედაჩემს ჩემთვის უნდოდა კარგი, აქ ორი აზრი არ არის. როგორც ყველა დედას. როგორც ყველა დედას, მაგრამ ნახე ხა მე მისი მუდმივი დისციპლინით ვკვდებოდი შეგნიდან, ხდები? გზას კი ვერ ვპოულობდი, ვითრგუნებოდი, დეპრესიული ვხდებოდი და რაღაცა ნერვიული ტიპი ვხდებოდი რა. როგორც კი თავი დამანება დედაჩემმა და დავრჩი ჩემს თავთან, ხო? და უკვე დავიწყე ჩემი თავის გაგება, ანუ პროტესტი დავამთავრე, ამბოხი გაჩერდა, დავიწყე გაგება. და მივხვდი, რომ ძალიან ბევრ რამეში დედაჩემი იყო მართალი. მაგრამ სანამ ის აი ეს ემოციით ზეწოლას ახდენდა, რომ ალბათ დაავადებებისკენ უფრო წავედი, ვიდრე ის რომ რამე გამეგო. გაგება არ შეუძლია გონებას თუ ის არ დარჩება მარტო. აი ეს ჩვენ რო გონია რომ მიყვარს და იმიტომ ვეჩხუბები, ეს დანაშაულია, მაგრამ ნუ ამ ცნობიერებაში ითვლება ნორმად და წეღან ხო ვთქვით რომ ფსიქიკა არის ფსიქიკა, შენ მოგწონს თუ არ მოგწონს, მაგალითად არაცნობიერი რო არსებობს, ის არსებობს, ხო? ისევე როგორც ყინვა მოგწონს თუ არა, ის არსებობს, ხო? და თუ შენ მუდმივად პრესავ ადამიანს, იქ გაგება არ არის. ის შენ ამტვრევ მას ფსიქოლოგიურად, ის შეიძლება მერე გახდეს მორჩილი, მაგრამ პიროვნება დაინგრეს და ეხა მითხარი, აქ სად არის სიყვარული? ჩვენს კულტურაში ქალები ხშირად არიან მშობლებისგან დამსხვრეულები,
შემდეგ გათხოვდნენ ეს მორჩილება კატეგორიული ყველა არ არის ხო რაღაცა მე ამბოხე და რევოლუციონერი და ძალა ყველას არ აქვს და შემდეგ სადღაც 40-50 წლის ასაკში მიხვდნენ რომ საერთოდ არ არის მათში პიროვნება რა მათ ყველა ექცევა როგორც მომხმარებელი მშობელი მერე ქმარი მერე შვილი და ასე შემდეგ და აი როდესაც ერეკლე ამბობს რომ ეს არის გულგრილობა თუ მისცემ თვითონ განვითარდეს, მაშინ მე გეტყვი რომ მე ესეთი გულგრილობა მირჩევნია, ვიდრე ის რომ მუდმივად ადამიანმა ძალადობრივი სიყვარული. ხო, ძალადობრივი სიყვარული გაკეთილშობილების მიზნით. ეს არის ფასადური. ერთ-ერთ ინტერვიუში ადრე მითხარი რომ აი ადამიანს რომ გაფრთხვნიო და ჩამოაცვლის სახელს, გვარს, მატერიალურ მდგომარეობას, სტატუსს ყველაფერს ქესაც კი და აი ის რაღაც რო რჩება ის თუ გიყვარს ესე იგი ეგ არისო. ხო, მაგრამ ნახე, თუ ესეთი შენი თავი არ შეიყვარა ჯერ, სხვას ვერ შეიყვარებ. აი ხა მე ვარ მაგ კონდიციაში, რომ რაღაცები წავიდა, სურვილები წავიდა და რა დარჩა იცი, სიმშვიდე, მეტი არაფერი. სულ მინდა საკუთარ თავთან ყოფნა და მივხვდი რას ნიშნავს დატკბე ცხოვრებით. ეხლა მივხვდი ამას. ბედნიერება ეგ არის, სიმშვიდე. რა არის ბედნიერება? სიმშვიდე არ ვიცი ბედნიერება რა არის, მაგრამ სიმშვიდე უდაოდ არის. სიტყვა ბედნიერების აი ესეთი კონცეფტი მე არ ვიცი, ეს არის ძალიან ინდივიდუალური გაგება. თუმცა ის საერთო რაც ყოველთვის არის, როგორ შეიძლება რომ სიტყვა ჩემი აზრით ალბათ სიმშვიდეზე დიდი ბედნიერება არ არის. უბრალოდ შენ თავთან რო ხარ და შენსა და შენ თავს შორის აი ეს ფიქრების კასკადი არ დგას. დღეს ჩემთვის ძალიან მარტივად დასანახია, რომ მთელი ჩემი ცხოვრება მე მაწუხებ და საკუთარი გონება. დღეს მე ეს დავინახე, ხვდები? დღეს აბსოლუტურად ყველა ადამიანი გაქრა, მოგონება, ყველანაირი ცუდი ყველაფერი და მივხვდი, რომ თუ რამე მიშლიდა ჩემსა და ჩემს სიმშვიდეს შორის იდგა ჩემი ფიქრები, ანუ ჩემი გონება. ანუ ადამიანის ყველაზე დიდი მტერი არის ფიქრები. გაუცნობიერებელი, განპირობებული გონება, იმიტომ რომ ფიქრები იბადება განპირობებულ გონებაში. ერთი კიდე ძალიან საინტერესო პრაქტიკა ვისწავლე შენგან, სახლიდან სამსახურამდე მისასვლელ გზას გავდიოდი და იმ მომენტში ფიქრით. მაგალითად, აი ესე ხომ მივდივარ, ფიქრობ აი ამ ქვაფენილზე, აი ამ ხეებზე, აი ამ ფეხსაცმელზე. აი რასაც ხედავ მხოლოდ იმაზე რომ ფიქრობ. ცი ყველას თავის პრაქტიკა აქვს, ფიქრობთ ყველამ სად იპოვა თავის თავი, ხო? ჩემთვის ახლა ყველაზე კაი მდგომარეობა ის არის, როდესაც საერთოდ არ ვფიქრობ და ღამე მივხვდი, რომ რამოდენიმე თვე არ ვიცი, არა მე არ ვაკეთებ, ამას გონება თვითონ აკეთებს. მე ამიტომ ვამბობ, რომ თუ შენ ხარ გაცნობიერების პროცესში, შენი გონება თვითონ ალაგებს ძალიან ბევრ ამას. ესეთი უსუსური ახლა რო ვარ, მე არ ყოფილ ვარ არასდროს. ანუ დამენგრა იმიჯი ნახი და შელის, დამენგრა გოგო, ქალი, რაღაცა ეგეთი ტიპი რა, რაც ვიყავი და აი უბრალოდ ვცხოვრობ და ვიაზრებ, რომ მე ვცხოვრობ ძალიან ცვალებად სამყაროში, ჩემი სხეული არის ძალიან განპირობებული და ძალიან ცვალებადი და შენი სახეც კი არ არის ის, რაც გუშინ იყო. არც ერთი შენი ფიქრი, არც ერთი შენი სურვილი, რისთვისაც ცხოვრობდი, დღეს არის არაფერი. წეღა ვფიქრობდი, აი სახელი არ მახსოვს ზოგის და მაშინ შემეძლო მეთქვა, რომ ეს იყო ყველაფერი ცხოვრებაში. გაქრა ხვდები, არც მოგონება, არც ემოცია. ეს ამას ხო გონება აკეთებს, ხომ ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ ვაკეთებთ ამას. ჩვენ უბრალოდ აიცი როგორ აი ხა ვიღაცას გაუჩნდება კითხვა ეს კარგია? ეს ფაქტია, ანი და მე არ ვიცი ფაქტი კარგია თუ ცუდი. მე ფაქტებით ვცხოვრობ, ხვდები? ფაქტი ის არის, რომ მე არ ვარის, ვინც ვიყავი 2 კვირის წინ. მუდმივად იცვლება ნონა ადამიანი? შენ თავზე დაკვირვებით როგორ ფიქრობ? ისევ ისანი ხარ 1 წლის წინ ვინც იყავი? არა. მუდმივად იცვლება ადამიანი, იმიტომ რომ გონება აგროვებს ამ გამოცდილებას. ეს გამოცდილება ილექება, ვიღაც აცნობიერებს, ვიღაც ვერ აცნობიერებს, მაგრამ ორივე ცვლის ადამიანს, ხვდები? გაცნობიერებული მიდის თავისუფლებისკენ და გაუცნობიერებელი სიმძიმისკენ. ჩვენ კოლექტიური ცვლილება არ შეგვიძლია, ეს არის ტყუილი, რომ ადამიანს თითქოს კოლექტიურად აღზრდი იდეოლოგიები ესე მუშაობს, ხო? ქრისტიანობა თავისთავად არის ძალიან ჰუმანური რელიგია, მაგრამ
ქრისტიანობამ ვერც ერთი ომი ვერ აღკვეთა, ხო? მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ერები ითვლებოდნენ ბიზანტიიდან დაწყებული, ქრისტიანები ვერაფერი ვერ აღკვეთა. ეს ნიშნავს, რომ იდეოლოგიურად ადამიანის გაკეთილშობილება არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია შევაშინოთ, დიქტატურა დავამყაროთ, ჩავკეტოთ ადამიანი, ან შევაშინოთ მაგალითად, მაგრამ იქაც ყველაზე არ მუშაობს ეს შიში. გრჩება ერთი ტრანსფორმაცია მოაქვს მხოლოდ ინდივიდუალურ გაცნობიერებას და ეხლა რომ რეზიუმე გაუკეთოთ, სანამ წარმოიდგინე ყველა ადამიანი აი ამ თვითშაღმავებას არ დაიწყებს, ეს სამყარო მუდმივად იქნება ესეთი როგორიც არის. ერთობას მიაღწევს ოდესმე კაცობრიობა. მე ვფიქრობ, რომ არასდროს არის, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი ცნობია, როგორც კაბალისტიკაში არის ერთიანი. ეგ არის აი როგორი ფანტასტიკის სფერო, იცი, ეზოთერიკებს უყვართ ხოლმე ამ ფანტასტიკებზე საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ერთ წელში ერთ სივრცეში ვცხოვრობთ, თითქოს აი თუნდაც ჩვენ 5 ადამიანი და ის 4. ჩვენი ცნობიერებით შეიძლება სინათლის წლით ვართ ერთმანეთთან დაშორებული და შესაბამისად ერთობას რომ მიაღწიოს, ხო ხვდები რომ ცნობიერება აბსოლუტურად უნდა დაემთხოს და ეს არ არსებობს. აბა მაშინ რისთვის მოვედით ამ სამყაროში? მე ვფიქრობ რომ ყველა თავის თავს უნდა დაეხმაროს. მე ზუსტად ვიცი რომ მოვედი, იმიტომ რომ გავიგო საერთოდ ვინ ვარ, რა ვარ და ეს ჩემი ქვედა ინსტინქტები თუ ფიქრები, რომელიც ჩნდება უაზროდ, რატომ მართავს და აი ეს რა არის სიბნელე, რაც უფრო ღრმად ჩავდივარ, უფრო და უფრო ბნელ შრეებში ჩავდივარ და აი ამის გაგება მინდა. მე სიმართლე გითხრა სხვა აზრი არ მაქვს. ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარები შენი აი ნახე საუბრებით. აი ხა უყურე ეგ საერთოდ არ არის. ხო და აი მაგაზე გიპასუხებ, ეგ საერთოდ არ არის ჩემი გადაწყვეტილება. ეს აღმოჩნდა, რომ რისი გაცნობიერებაც მე დავიწყე, ის თურმე ეხმარება ადამიანებს. თორე ეს საერთოდ არ იყო ჩემი თვითმიზანი. მე ამას ყველა შეხვედრაზე ვამბობ, როდესაც მეკითხებიან, რომ როდის გადაწყვიტე, არ საერთოდ არაფერი არ გადამიწყვეტია. უბრალოდ დავიწყე ჩემ თავში ამ ყველაფრის ძიება, სწავლა და მე რაღაცა მარტივად ერთ პატარა ჯგუფთან დავიწყე ამის გაზიარება, რომლებიც იყვნენ ჩემი მეგობრები და ადამიანები, რომლებსაც ეს აინტერესებდათ. აი როდის გახდა ეს ყველაფერი საყოველთაო, მე უკვე აღარ ვიცი. ამას აღარ მიუყვები, ხმები, იმიტომ რომ ეს ჩემთვის საინტერესო აღარ არის. იმიტომ რომ მე არც ის ნონა ვარ 10 წლის წინ რო ლექციები ჩავწერე, არც 5 წლის წინ და არც 1 კვირის წინ. აი ეს ძიება და ეს ახალი რაღაცების ამოყრა სულ გრძელდება. აი რით უნდა იარსებოს ადამიანმა? ყველაზე მეტად დღესდღეობით რაც სიამოვნებს და რითიც აი ვკაიფობ, ეს არის როცა საკუთარ თავში რაღაც ახალ რაღაცებს პოულობ. შეკითხვას თუ სვავ, ეხა შენ რო რით უნდა იარსებოს ადამიანმა, აი მაგით. და რომ ეგ უკვე შენ სამყაროში არის პასუხიანი და შენთვის მხოლოდ მაგაზე აქვს მნიშვნელობა შენ სამყაროში რა ხდება. იცი რა არის, ჩვენ ვერ გადავწყვეტ ვინ რითი უნდა იარსებოს, იმიტომ რომ პირველი ეტაპი ეს არის სურვილების და მიღწევების და თავის დამკვიდრების და დამტკიცების სამყარო მაგაში ცხოვრობს, ხო? მაგრამ მაინც ისმის კითხვა რა, ანუ რისთვის მოვედით ყველანი ერთად ამ პლანეტაზე? მაგაზე ხო, მე და შენ ერთი პასუხი გვაქვს. საკუთარი თავის გასაცნობად. ჯერ არ ვიცი, შეიძლება 1 წლის შემდეგ რაღაც ახალი პასუხი. კი ბატონო, მე მაქვს ეს პასუხი. როგორ უნდა მოიშოროს ადამიანმა მიჯაჭვულობები? ძალიან ვრცელი თემაა, მაგრამ აი უნდა დაინახო რომ მიჯაჭვული ხარ, ხვდები? ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ადამიანი ამას ვერ ხედავს. ადამიანი ამბობს რომ მე ეს მიყვარს. მიჯაჭვულობა რა არის? რაღაცით ხარ შეპყრობილი, ვერ შორდები. აი ჩემი და ანის ურთიერთობაზე გეტყვი, იმიტომ რომ ანი იყო ჩემი ყველაზე დიდი მიჯაჭვულობის მომენტი, პატარა რო იყო. ერთ სივრცეში ვართ, მაგრამ გონებით აღარ არის ანი ჩემს გონებაში სულ იყო. ხვდები, ნუ რაც გაიზარდა და თინეიჯერი გახდა და მივხვდი რომ სხვა სამყაროში შედის, სრულიად გაუშვი გონებიდან და სანამ გაუშვებდი, სულ მქონდა უკმაყოფილობის განცდა, რომ მეგონა რომ ანი რაღაცას არასწორად აკეთებდა. ჩავხსენი თუ არა მიჯაჭვულობა, დავიწყე ანას აღქმა როგორც ცალკე პიროვნების. ანუ ჯერ დავინახე რომ ეს სიყვარული კი არ იყო ჩემი ანის მიმართ, ეს იყო მიჯაჭვულობა გონებაში გაერთიანებული ორი ემოცია და უკვე მას უყურებ როგორც შენს თავს.
აი ეს უნდა დაინახო, ვინ ხმაურობს შენს გარდა შენს გონებაში. აი ვინ ცხოვრობს შენს გონებაში, ადამიანი შეიძლება იყოს ახლა ამერიკაში, მაგრამ შენს გონებაში თუ ზის 24/7-ზე ფიქრებით მასთან ხარ, რა მნიშვნელობა აქვს ფიზიკურად სად არის? იგი მიჯაჭვული ხარ და რას ნიშნავს, რომ ჩემ თავში ზის ვიღაც, მე დრო აღარ მაქვს საკუთარი თავის დასანახად. ამდენი ენერგია მეაქვს ფუჭად. რა თქმა უნდა, მიჯაჭვულობა დაავადებაა ჩვეულებრივი. ანუ რა დონეზე არიცნობ საკუთარ თავს და არიცი ვინ ხარ შენ, წარმოიდგინე, როცა აი რაღაცაზე ან ვიღაცაზე ხარ მიჯაჭვული და ეს რო ჩაგეხსნას. სრულ სიცარიელეში როგორც არსება. ეხლა როცა მე ინდივიდუალურად მუშაობ, ეს პრობლემაა. ხსნიან რაღაცას, მაგრამ მე აი ეს მარტოობა აგიჟებთ და ისევ ბრუნდები. ეს მარტოობა არის კაცობრიობის მთავარი შიში. კი, არა და მარტოობის გარეშე არ არსებობს დაკვირვების აღმოჩენა შენში. ეს უნდა გადაიტანო. უნდა მიგატოვონ, უნდა გიღალატონ, უნდა იძალადონ, რომ მაინც და მაინც მიხვდე, რომ ისედაც მარტო ხარ ადამიანი, იბადები მარტო. აი არის ფილოსოფიაში ესეთი მიღებული, რომ ადამიანი ვითარდება მაშინ, როცა ძალიან სტკივა. რატო ხა მართლა ეს ისეთი აქსიომა კი არ არის. სტატისტიკა აჩვენებს ესე, რომ თუ არ გადაგიარა ცხოვრება, ილუზიები არ გენგრევა. იცი რა, არ მინდა რაღაცა აი ძალიან ბანალური ფრაზებით ვისაუბრო და სიმართლე არ არის სასიამოვნო, მაგრამ მაინც ვიტყვი რა. სანამ არ მიხვდები, რომ ცუდად ხარ და არ აღიარებ, რომ ცუდად ხარ და შენი ცუდად ყოფნის მიზეზი ხარ შენ თვითონ, არაფერი არ გეშველება. ადამიანები არიან ძალიან ცუდად, მოდიან დასახმარებლად და როდესაც შენ ეუბნები, რომ პრობლემა შენს ცოლში, შენს ქმარში, შენ შულში თუ შენს უფროსში კი არ არიან შენ, რა ვიცი, პატრიარქში, არამედ არის შენში, მათ აქვთ ამის მიუღებლობა. ხშირად ადამიანს ჭირდება სასტიკი ფსკერი, სასტიკი ტანჯვა იმისთვის, რომ ბოლოს და ხო, ტოტალურ სიცარიელემდე რომ ყველაზე რთულად ეს არის ფსიქიკის განვითარების მომენტი. შენ შეიძლება 30 პლასტიკური ოპერაცია გაიგეთო და დაემსგავსო რა 15 წლის გოგოს, მაგრამ ფსიქიკასთან აბსოლუტურად უძლური ვართ. ერთი ხერხია მარტო, ჩაღრმავება და მიხვდე რომ უნდა ჩაღრმავდე. ძალიან დიდი მადლობა შენ იმ 10 წლის წინანდელი ვიდეოსთვისაც და დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმრობისთვისაც. მადლობა თქვენ. ობრიცუდადა. ერეკლე დამშვიდი, კარგად იქნება ყველაფერი ვინ არის ცუდა თუ ანდრია? არა, ყველაფერი ცუდად იქნება. ანუ ერეკლემ დაასკვნა, რომ ესე იგი ყველაფერი ცუდად იქნება. ერეკლე არის აბსოლუტურად თავისუფალი დასკვნებში და არჩევნებში. მე ადამიანის თავისუფლებას უზარმაზარ პატივს ვცემ. ასე რომ წინ.